ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთს ახალი სავაჭრო ომის დაწყებით დაემუქრა. ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ თუ ოფიციალური პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაწესებულ ციფრულ გადასახადებს არ გააუქმებს, ვაშინგტონი ფრანგულ ღვინოზე 100%-იან ტარიფებს დააწესებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დონალდ ტრამპმა ეს გაფრთხილება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირადად გადასცა. ცნობისთვის ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებზე ფრანგული ღვინის გლობალური გაყიდვა მეხუთედი მოდის და ეს სექტორი ქვეყანას 2 მილიარდი დოლარის შემოსავალს აძლევს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ტრამპის ეს ულტიმატუმი მიმდინარე დიდი შვიდეულის სამიტზე ამერიკასა და საფრანგეთს შორის მწვავე დაპირისპირების საფუძველი გახდება. ტრამპის მუქარას ოფიციალური პარიზი უკვე გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ის გადასახადის გაუქმებას არ აპირებს და რომ ამაზე გავლენა ვერც ამერიკის პრეზიდენტის მუქარას ექნება. რეკორდული IPO-ს შემდეგ პირველივე სავაჭრო სესიაზე ილონ მასკის SpaceX-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ტავანურ TSMC-ს გადაუსწრო და 2.3 ტრილიონ დოლარიანი კაპიტალიზაციით მსოფლიოში მე-6 ადგილი დაიკავა. ამჟამად SpaceX-ი მასკის მეორე კომპანიას, Tesla-ს თითქმის 725 მილიარდი დოლარით უსწრებს, რაც IPO-ზე დაფიქსირებული 20%-იანი და დღევანდელი 8%-იანი ზრდით არის განპირობებული. წამყვანმა ამერიკულმა მედია კომპანია Fox-მა სტრიმინგ მაუწყებლობის მწარმოებელი კომპანია Roku-ს 22 მილიარდ დოლარად შეძენის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. როგორც ირკვევა, ამერიკული კორპორაცია Roku-ს თითოეულ აქციაში $160 გადაიხდის. ბიზნეს გამოცემა CNBC-ს ცნობით ეს მასშტაბური გარიგება ბაზარზე Fox-ის წინაშე არსებული გამოწვევების გასამკლავებლად დაიდო და კომპანიას საშუალებას მისცემს Apple-ის, Google-ისა და Amazon-ის შემდეგ საკუთარი ტელევიზორზე მისაერთებელი მოწყობილობები, იგივე TV ბოქსები დააყენოს. ახალი შეთანხმების ფარგლებში რუპერტ მერდოკის ოჯახის კომპანიას საკუთარ საინფორმაციო და სპორტულ არხებს, ასევე უფასო პლატფორმა Tubi-ს და Roku-ს სისტემასთან დააინტეგრირებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შესყიდვა Fox-ის მიერ ბოლო 7 წლის განმავლობაში განხორციელებული პირველი მსხვილი ტრანზაქციაა. შეგახსენებთ, კორპორაციამ საკუთარი გაზარდობი ინდუსტრიის აქტივები 7 წლის წინ 71 მილიარდად Disney-ს მიჰყიდა. ამ ნაბიჯის შემდეგ Fox-ის პორტფელი ძირითადად სატელევიზიო არხებით შემოიფარგლებოდა. ახალი გარიგების ფონზე Roku-ს აქციების ფასი 2%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია $160 იყიდება, კაპიტალიზაცია კი 22 მილიარდს შეადგენს. კანადელმა დედამ შვილის გარდაცვალების გამო კომპანია OpenAI-სა და მის ხელმძღვანელს სემ ოლტმენს სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, კრისტი კარიერი ტექნოლოგიურ გიგანტს 24 წლის შვილის, ალისის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მოსარჩელის მტკიცებით ახალგაზრდა ქალმა chatbot სუიციდური ფიქრების შესახებ მრავალჯერ მისწერა. ტექნოლოგიური კომპანიის უსაფრთხოების სისტემებმა კი ეს საფრთხე ვერ ამოიცნო და მიმოწერა არ შეწყვიტა. გარდაცვლილის დედის განცხადებით, პროგრამამ საუკეთესო მეგობრისა და თერაპევტის როლი მოირგო, თუმცა ყველაზე რთულ პერიოდში კომპანიასა და სამართალდამცავ უწყებებს არავითარი ინფორმაცია არ მიაწოდა. სასამართლო დოკუმენტაციის თანახმად, chatbot-ს გარდაცვლილ მომხმარებელთან სახიფათო შინაარსის კომუნიკაცია რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდა. პროგრამა ალის კარიერის სუიციდურ ფიქრებს ამართლებდა და მას თავის მოკვლის ერთგვარი გამოსავალიც კი შესთავაზა. შეტანილ სარჩელს უკვე გამოეხმაურნენ ტექნოლოგიურ სტარტაპში, სადაც მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვეს. OpenAI-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად იურისტები სამართლებრივ დოკუმენტებს სწავლობენ, თუმცა კომპანიაში ისიც აღნიშნეს, რომ ტრაგიკული შემთხვევა უნდა უკავშირდებოდეს ChatGPT-ის იმ ძველ ვერსიას, რომელიც ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის. გარდაცვლილის დედა ფინანსური ზიანის ანაზღაურებასა და პლატფორმაზე უსაფრთხოების მექანიზმების გამკაცრებას ითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ტულსი გაბარდმა 30-ზე მეტ უცხოურ ქვეყანაში ამერიკის მიერ დაფინანსებული 120-ზე მეტი ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაასაჯაროვა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაბარდმა ბაიდენის ადმინისტრაცია ამ ობიექტების არსებობის დამალვაში დაადანაშაულა. ხელმძღვანელის თქმით, მაღალჩინოსნები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამერიკელ ხალხს განზრახატყუებდნენ და გადასახადის გადამხდელთა ფულს ისე ხარჯავდნენ, რომ ამის შესახებ მათ არაფერს ეუბნებოდნენ. გაბარდმა დაანონსა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის მიუხედავადაც ეროვნული დაზვერვის უწყება პარტნიორებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს და საფრთხის შემცველ ბიოლოგიურ კვლევებს საბოლოოდ შეაჩერებს. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტების მიხედვით, აშშ ბიოლაბორატორიების დაახლოებით 1/3 უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს ფაქტი კი რუსეთთან მიმდინარე ომის გათვალისწინებით უსაფრთხოების დამატებით საფრთხეს ქმნის არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
სამრეწველო ინდუსტრიის ბრიტანულმა გიგანტმა Rolls-Royce-მა დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ბირთვულ ლაბორატორიასთან და იაპონიის ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სამხრივი მემორანდუმი გააფორმა, რაც გაერთიანებულ სამეფოში მოწინავე ბირთვული ტექნოლოგიების დანერგვის დაჩქარებას ისახავს მიზნად. მხარეები მაღალ ტემპერატურული გაზით გაცივებული მოწინავე მოდულური რეაქტორის ტექნოლოგიისა და მომავალი თაობის დაფარული ნაწილაკების საწვავის განვითარებისთვის ერთობლივად იმუშავებენ. ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში იაპონიის პრემიერ-მინისტრის სანაე ტაკაიჩის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რაც მხარეების ერთობლივ მისწრაფებას უსვამს ხაზს. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკულმა სამუშაო ჯგუფმა ბირთვული ტექნოლოგიები ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეროვნული თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებად განსაზღვრა.